მე-16 საუკუნეში ერთი მონარქი მართავდა იმპერიას, რომელიც კონტინენტებზე იყო გადაჭიმული, უზარმაზარ არმიებს ხელმძღვანელობდა და წარმოუდგენლად მდიდარი იყო. ეს იყო ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე და მისი მმართველობის ზენიტში ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მმართველი იყო. თუმცა მისი იმპერიის ძალის უკან ბევრად უფრო მხრომქრიფე ისტორია იმალებოდა. მისი ქორწინებები, რომლებიც ალიანსისა და დინასტიისთვის იყო შექმნილი, კვლავ და კვლავ დანაკარგით აღინიშნებოდა. 4 დედოფალი გაიზიარებდა მის გვირგვინს, მაგრამ არც ერთი მათგანი მასზე მეთხანს ვერ იცოცხლებდა. მოდით გავიცნოთ ქალები, რომლებიც მისი ცოლები გახდნენ და მათი ტრაგიკული ბედი. სანამ მის ცოლების ცხოვრებას გავეცნობოდეთ, მოდით თავად ფილიპეს გადავხედოთ. ის დაიბადა 1527 წლის 21 მარტს პიმენტელის სასახლეში, ვალიადოლიდის ქალაქში, ესპანეთში. ის იყო წმინდა რომის იმპერატორ კარლოს მეხუთესა და პორტუგალიის იზაბელას უფროსი ვაჟი. ამ დროისთვის კარლოს მეხუთე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი ევროპაში. 1516 წელს ის გახდა ესპანეთის მეფე, დედამისის კასტილიის ხუანას შემდეგ. 1486 წელს ხუანა დაქორწინდა ფილიპე ლამაზზე ჰაბსბურგების დინასტიიდან, რომელიც ავსტრიას მართავდა. შედეგად კარლოს მეხუთე და მისი ვაჟი ფილიპე იყვნენ ძლევამოსილი ჰაბსბურგების ოჯახის წევრები. ამ დინასტიურმა კავშირმა პოლიტიკურ გავლენასთან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ხელი შეუწყო კარლოსის არჩევას წმინდა რომის იმპერატორად 1519 წელს. ასე რომ ის მხოლოდ ესპანეთს არ მართავდა, არამედ აკონტროლებდა იტალიის დიდ ნაწილს, ქვემო ქვეყნების მთელ ტერიტორიას და იყო ცენტრალური ფიგურა გერმანიის პოლიტიკაში, როგორც წმინდა რომის იმპერატორი. გარდა ამისა, მას ეკუთვნოდა მსოფლიოს პირველი ნამდვილი გლობალური იმპერია, უზარმაზარი ტერიტორიებით ამერიკაში და მოგვიანებით ფილიპინებსა და აზიაში. ოქროსა და ვერცხლის ნაკადი ამერიკიდან აცტეკებებისა და ინკების იმპერიების დაპყრობის შემდეგ უზრუნველყოფდა, რომ ესპანეთი იყო ყველაზე მდიდარი ქვეყანა დედამიწაზე. როგორც უზარმაზარი და მზარდი იმპერიის მემკვიდრე, ფილიპემ მიიღო იმ დროისთვის საუკეთესო განათლება. ბავშვობიდანვე სწავლობდა ენებს, მმართველობასა და მმართველის პასუხისმგებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომავალი სამფლობელოები კონტინენტებზე იყო გადაჭიმული, ფილიპე ძლიერად აიგივებდა თავს ესპანეთთან და ყველაზე მეტად სწორედ იქ გრძნობდა თავს სახლში. ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ფილიპე ცნობილი იყო თავისი სერიოზული და დისციპლინირებული ხასიათით. ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა წესრიგისა და მოვალეობისადმი მიდრეკილებას. ხშირად უფრო თავშეკავებული იყო ვიდრე თბილი, თუმცა თავაზიანი და გაწონასწორებულიც იყო. ახალგაზრდობაში ფილიპე ასევე მიმზიდველად ითვლებოდა და ამ თვისებების გამო ევროპის ყველა სამეფო ოჯახი ცდილობდა თავისი ქალიშვილი ფილიპეზე დაეკორწინებინა. და მალე ერთი იღბლიანი პატარძალი შეარჩიეს. ფილიპეს პირველი ქორწინება პორტუგალიის მარია მანუელაზე შედგა. ის პორტუგალიის მეფე ჟუან მესამის ქალიშვილი იყო, რომელიც მცირე იბერიულ სამეფოს 1521-დან 1547 წლამდე მართავდა. მარია 1527 წლის ოქტომბერში დაიბადა კოიმბრაში, ფილიპეს დაბადებიდან 5 თვის შემდეგ. მისი დედა ესპანეთის ეკატერინე იყო, კარლოს მეხუთის და შესაბამისად ფილიპეს დეიდა. გარდა ამისა, ფილიპეს დედა პორტუგალიის იზაბელა იოანე მესამის და იყო, რაც ნიშნავს, რომ ფილიპეს დედა მარიას დეიდა იყო. ეს შეიძლება დამაბნევად ჟღერდეს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ფილიპე და მარია ორმაგი ბიძაშვილები იყვნენ. ამ დროს როგორც ესპანეთი, ისე პორტუგალია გლობალურ ძალებად ყალიბდებოდნენ და მათი მმართველები ამ ქორწინებას ორ სამეფოს შორის კავშირების კიდევ უფრო გამყარების საშუალებად მიიჩნევდნენ, რაც იბერიის ნახევარკუნძულზე სტაბილურობას უზრუნველყოფდა და ძალაუფლებას, სიმდიდრესა და გავლენას ოჯახში ინარჩუნებდა. ამიტომ მიუხედავად მათი უკიდურესად ახლო ნათესაობისა, ფილიპე და მარია მხოლოდ 16 წლის ასაკში, 1553 წლის 12 ნოემბერს, სალამანკაში გამართულ ძალიან დიდრულ ცერემონიაზე დაქორწინდნენ. თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა. 1554 წლის ზამთარში სასახლეში გავრცელდა ამბავი, რომ მარია ორსულად იყო და სიხარულის აღნიშვნა მოხდა, რადგან მათი მემკვიდრის დაბადება თითქოს გარანტირებული იყო. შემდეგი რამდენიმე თვე მან ვალიადოლიდის სამეფო სასახლეში გაატარა, სადაც 1555 წლის 8 ივლისს ვაჟი კარლოსი გააჩინა. მაგრამ სიხარული მალე ტრაგედიად გადაიქცა. მარიამ მშობიარობის შემდეგ მძიმე გართულებები განიცადა და სისხლდენა დაეწყო. ყველა მცდელობის მიუხედავად, ის მხოლოდ 4 თვის შემდეგ გარდაიცვალა. ის მხოლოდ 17 წლის იყო. ეს ქორწინება ესპანეთის ფილიპე მეორისთვის მემკვიდრის გარანტია იყო, მაგრამ საშინელი ფასის სანაცვლოდ. ის 10 წლის განმავლობაში აღარ დაქორწინებულა, თუმცა ამ პერიოდში საყვარლები ჰყავდა და მოგვიანებით მეფობის დროსაც კი დედოფლებთან ერთად რამდენიმე საყვარელი ჰყავდა. მხოლოდ ერთი მემკვიდრით და ჯერ კიდევ ახალგაზრდობით ფილიპეს ხელახლა დაქორწინება სჭირდებოდა და როცა საბოლოოდ შემდეგ ცოლს აირჩევდა, ეს ქორწინება ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო საკამათო იქნებოდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
შემდეგ ფილიპე მერი თიუდორზე დაქორწინდა, რომელიც მეფე ჰენრი მერვის და კატერინა არაგონელის ქალიშვილი იყო. ის დაიბადა 1516 წლის 18 თებერვალს პლაცენტიის სასახლეში, გრინვიჩში, ინგლისში. ბავშვობაში მერი დიდი პერსპექტივის მქონე პრინცესა იყო, კარგად განათლებული, თავდაჯერებული და თავდაპირველად მამის ფავორიტიც. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. იმ დროისთვის, როცა მერი 10 წლის იყო, ჰენრი ენ ბოლეინით იყო გატაცებული და სულ უფრო მეტად ესწრაფოდა ვაჟი მემკვიდრის გაჩენას. ამიტომ, როცა პაპმა კლემენტ მე-7 უარი თქვა მისი ქორწინების ანულირებაზე კატერინასთან, ჰენრი განრისხდა და გაწყვიტა კავშირი რომთან. 1523 წელს განქორწინდა კატერინას და მერი არალეგიტიმურად გამოაცხადა. მიტოვებული და დედისგან დაშორებული, მერისთვის სამყარო თავდაყირა დადგა. ამ გამოცდილებამ მერი ღრმად ერთგულად აქცია კათოლიკური რწმენისადმი და მჭიდროდ დააკავშირა ესპანურ ფესვებთან, რაც კიდევ უფრო გამტკიცდა ესპანელი დიპლომატების მხარდაჭერით მისი იზოლაციის წლებში. ამ პერიოდში მერი დაკნინებულ და ხშირად რთულ ცხოვრებას ეწეოდა. ის ხშირად ავადმყოფობდა არარეგულარული მენსტრუაციითა და დეპრესიით და მოგვიანებით იძულებული გახდა ემსახურა თავის უმცროს ნახევარ-დას, ელიზაბეთ პირველს. და მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ მიეღო მამის რელიგიური რეფორმები. შემდეგ 1526 წელს მარიამმა შერიგება მოახდინა მამასთან და მას ქორჩი დაბრუნების უფლება მისცეს. ეხლა როცა ის 20-იან წლებში შევიდა, ყურადღება მის ქორწინებაზე გადაერთო. მას ცოტა ხნით ფილიპე ნოიბურგელი ეპრანჭებოდა, მაგრამ როგორც ერთგული ლუთერანი, მისი თხოვნა მიუღებელი იყო. 1529 წელს დაიწყო მოლაპარაკებები, რომ მარიამი დაქორწინებულიყო ვილჰელმ კლეველის ჰერცოგზე, რომელიც ასაკითა და სტატუსით შესაფერისი იყო, მაგრამ კვლავაც ეს წინადადება უშედეგოდ დასრულდა. მხოლოდ ჰენრი მერვის მმართველობის ბოლო წლებში აღუდგა მარიამს მემკვიდრეობის უფლება, თუმცა ოფიციალურად ის კვლავ არალეგიტიმური რჩებოდა. 1547 წელს ბოლოს და ბოლოს მისი მამა ჰენრი მერვე გარდაიცვალა და მისი უმცროსი ნახევარ-ძმა ედუარდ მე-6 გახდა მეფე. 1553 წლისთვის ედუარდი სასიკვდილოდ ავად იყო და რადგან იცოდა, რომ მარიამი იყო მემკვიდრეობის ხაზში შემდეგი და რომ ის გააუქმებდა პროტესტანტულ რეფორმებს, რომლებიც მის მმართველობაში გახორციელდა, ეცადა მარიამი მემკვიდრეობიდან გამოიყვანა. ეს საბოლოოდ ვერ მოხერხდა და მარიამი გახდა ირლანდიისა და ინგლისის დედოფალი 1553 წლის ივლისში. ეხლა 27 წლის ასაკში მარიამს სულ უფრო მეტი ზეწოლა ჰქონდა, რომ გაემყარებინა თავისი ტახტი და შვილი გაეჩინა მანამდე, სანამ მისი ნახევარ-დანი ელიზაბეთ პირველი მემკვიდრედ გახდებოდა. დარწმუნებული იმაში, რომ მისი მდგომარეობა და ინგლისის მომავალი ძლიერ ალიანსზე იყო დამოკიდებული, მარიამი ჰაბსბურგებს მიმართა. და ასე მან თავისი არჩევანი გააკეთა. მან გადაწყვიტა, რომ ესპანეთის ფილიპე მეორეზე დაქორწინებულიყო. ეს ქორწინება შეთანხმდა და მათი ქორწილი უინჩესტერის ტაძარში გაიმართა 1554 წლის 25 ივლისს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ მათი პირველი შეხვედრიდან. ის 27 წლის იყო, ის კი 38-ის. დროის სამეფო ქორწინებებისთვის უჩვეულო შემთხვევა იყო. წყვილს საერთო ენა არ ჰქონდა, ამიტომ ისინი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ესპანურის, ფრანგულისა და ლათინურის ნაზავით. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ახალდაქორწინებულები ბიძაშვილები იყვნენ. მერის დედა კატერინა არაგონელი იყო დედოფალ ისაბელა კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ არაგონელის ქალიშვილი. იმ მმართველებისა, რომელთა ქორწინებამაც მე-15 საუკუნის ბოლოს ესპანეთის სამეფო გააერთიანა. ფილიპე ფერდინანდისა და ისაბელას შვილთაშვილი იყო, ამიტომაც ის მერის ბიძაშვილი იყო, თუმცა ერთი თაობით დაშორებული. თუმცა სანამ მერი და ფილიპე დაქორწინდებოდნენ, მიღწეულ იქნა უჩვეულო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი ინგლისის თანამმართველები გახდებოდნენ. ინგლისს აქამდე არასდროს ხოლია უპირობა მმართველი დედოფალი და გაურკვეველი იყო რა პოზიციას დაიკავებდა ფილიპე. იმის ნაცვლად, რომ გამხდარიყო კონსორტი, მონარქის მეუღლე რეგნალური უფლებამოსილების გარეშე ფილიპე გახდა მმართველი მეფე. ეს იყო ძალიან საკამათო საკითხი ინგლისში, სადაც არისტოკრატებსა და პოლიტიკოსებს ეშინოდათ, რომ ინგლისი ესპანეთის მზარდ იმპერიაში ვასალურ სამეფოდ გადაიქცეოდა. და ქორწინებას სხვა მხრივაც ჰქონდა პრობლემები. მარიამი უკვე 30-იან წლების ბოლოს იყო და დრო სწრაფად გადიოდა, რადგან ის დედობის ასაკის დასასრულს უახლოვდებოდა. ამას რომ თავი დაავანებოთ, როგორც ჩანს, ფილიპესთან ქორწინების შემდეგ მალევე დაორსულდა, მაგრამ შემდეგ ბავშვი დაკარგა, თუ საერთოდ ორსულად იყო. ისტორიკოსებს ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად რა მოხდა 1555 წელს. ყველაზე სავარაუდო ახსნა ის არის, რომ მას ჰქონდა მოჩვენებითი ორსულობა, როდესაც ეგონა რომ ორსულად იყო, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო. მარიამმა შენიშნა ცვლილებები თავის ხელში, მაგრამ ეს ნიშნები შეიძლება ბევრად უფრო საშიში რაღაცის მანიშნებელი ყოფილიყო. ცრუ ორსულობისგან გამოწვეული დამცირების შემდეგ მალევე ფილიპე ინგლისიდან წავიდა და ფლანდრიაში გაემგზავრა, რათა თავისი არმიები საფრანგეთის წინააღმდეგ ეხელმწვანელა. იმ მომენტიდან მოყოლებული ის ძალიან ცოტა დროს ატარებდა თავისი ცოლის გვერდით. როდესაც მისი მამა კარლოს მე-5 თავის უზარმაზარ სამფლობელოებზე უარს ამბობდა, ფილიპეს ყურადღება სულ უფრო მეტად ესპანეთსა და ქვემო ქვეყნებზე გადაერთო.
რაც არ უნდა პირადი კავშირი ქონოდათ მათ შორის, ის სწრაფად გაქრა. ფილიპესთვის ეს ქორწინება ყოველთვის პოლიტიკის საკითხი იყო. გზა, რომ ინგლისი ესპანეთის გავლენის ქვეშ მოექცია და ედუარდ მე-6-ის მმართველობის არეულობის შემდეგ კათოლიკურ მმართველობაში დაებრუნებინა. მაგრამ მარიამისთვის ეს ბევრად უფრო პირადი რამ იყო. ის სრულიად ერთგული იყო თავისი ქმრის და ოცნებობდა იმგვარ სიყვარულით სავსე ოჯახურ ცხოვრებაზე, რომელიც ახალგაზრდობაში მას არ ჰქონდა. ერთმა თანამედროვე დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ მარიამი ფილიპეს უჩვეულოდ იყო შეყვარებული, ერთგულება, რომელიც მტკივნეულად უპასუხოდ დარჩა. 1558 წლის მაისისთვის მარიამი დასუსტა და უფრო და უფრო ავადმყოფობდა. მუდმივი ტკივილების ფონზე, სავარაუდოდ საკვერცხის ცისტების ან საშულოსნოს კიბოს გამო, მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. 1558 წლის ნოემბრის 17 რიცხვში, სენტ ჯეიმსის სასახლეში, მარიამი გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. მისი მემკვიდრისა და ხანგრძლივი ქორწინების იმედები აუხტენელი დარჩა. შორს, ბრიუსელში, ფილიპემ მიიღო ეს ამბავი. მის და ხუანა ავსტრიელს რომ წერდა, ფილიპემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალების გამო მხოლოდ ზომიერ სინანულს გრძნობდა. რადგან ფილიპეს და მარიამს შვილები არ ყავდათ, მარიას ტახტი მის ნახევარ-დას, ელიზაბეთ პირველს გადაეცა, რომელმაც დაუყოვნებლივ აღადგინა პროტესტანტიზმი როგორც სახელმწიფო რელიგია. ასე რომ, ინგლისის კათოლიკურ ბანაკში დატოვების გეგმა ფილიპესა და მარიას ქორწინებით სრულიად ჩავარდა. ამის მიუხედავად, ფილიპეს არ სურდა ინგლისთან კავშირის გაწყვეტა და ელიზაბეთს ქორწინების წინადადება გაუგზავნა. თუმცა მან პასუხისგაცემა დააყოვნა და ამ დროის განმავლობაში გაიგო, რომ ფილიპე სხვა ვარიანტებსაც განიხილავდა. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, 1558 წლის სექტემბერში, მისი მამა კარლოს მეხუთე გარდაიცვალა და თავისი უზარმაზარი სამფლობელოები შვილს დაუტოვა. და ამით ესპანეთის ფილიპე მეორე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ მონარქად იქცა. მხოლოდ 33 წლის ასაკში ის ძალაუფლების მწვერვალზე იდგა, თუმცა მისი დინასტია მაინც საშიშად მყიფე რჩებოდა. მას მხოლოდ ერთი გადარჩენილი მემკვიდრე ჰყავდა, 13 წლიანი დონ კარლოსი. ამიტომ კიდევ ერთხელ ფილიპემ ქორწინებას მიმართა, ამჯერად არა მხოლოდ ალიანსისთვის, არამედ გადარჩენისთვისაც. ფილიპე მესამედ დაქორწინდა მხოლოდ 7 თვის შემდეგ, ელიზაბეთ ვალუაზე. ის დაიბადა 1556 წლის აპრილში, შატო დე ფონტენბლოში, პარიზის მახლობლად. ელიზაბეთი იყო საფრანგეთის მეფე ანრი მეორისა და მისი ცოლის, ცნობილი კატერინა დე მედიჩის ქალიშვილი. 1550 წელს ელიზაბეთის მამამ დაიწყო მოლაპარაკებები, რომ დაენიშნათ იგი ახალგაზრდა მეფე ედუარდ მე-6-ზე. ქორწინება უნდა შემდგარიყო მას შემდეგ, რაც ელიზაბეთი სრულწლოვანი გახდებოდა. მაგრამ როგორც ადრე ვნახეთ, ედუარდი 1553 წელს გარდაიცვალა, როცა ელიზაბეთი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. როგორც სამეფო ოჯახის ბავშვისთვის იყო დამახასიათებელი, ელიზაბეთი აღიზარდა გუვერნიორისა და გუვერნანტკის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და მიიღო შესანიშნავი განათლება. ბავშვობაში მას ახასიათებდნენ როგორც მორიდებულსა და მორცხს, რომელიც ხშირად აღფრთოვანებული იყო დედით, თუმცა თანამედროვეებიც აღნიშნავდნენ მის სილამაზესა და მომხიბვლელობას. 1559 წლისთვის ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რათა დასრულებულიყო ხანგრძლივი და მწარე იტალიური ომები, რომლებიც 1484 წლიდან ძვინვარებდა. იმავე წლის აპრილში დაიდო კატო კამბრეზის ხელშეკრულება, რომელმაც საბოლოოდ უზრუნველყო მშვიდობა ორ დიდ მეტოქეს შორის. შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმა ქორწინება დონ კარლოსსა და ახალგაზრდა ფრანკ პრინცესას შორის. მაგრამ დინასტიური დიპლომატიის მოულოდნელი შემოტრიალებით ეს გეგმები მიატოვეს და ამის ნაცვლად ელიზაბეთი თავად ფილიპეს გაყვა ცოლად, რითაც ორ მეტოქე იმპერიას შორის მშვიდობა საბოლოოდ დამყარდა. ასე მოხდა, რომ 1559 წლის 22 ივნისს ფილიპე და ელიზაბეთი წარმომადგენლის მეშვეობით დაქორწინდნენ. როდესაც საფრანგეთში წარმომადგენლის მეშვეობით ქორწინება შედგა, ელიზაბეთი 14 წლის იყო, ხოლო ფილიპე 22-ის. ოფიციალური ცერემონია ესპანეთში მომდევნო გაზაფხულზე გაიმართებოდა. ირონიულად, ანრი მეორემ პარიზში მშვიდობის ხელშეკრულებისა და ქორწინების აღსანიშნავად გამართული დღესასწაულების დროს, წარმომადგენლის მეშვეობით ქორწინებიდან მხოლოდ 3 კვირის შემდეგ, შუბის ტურნირზე მიღებული ტრაუმის შედეგად გარდაიცვალა. ფილიპეს 4 ცოლს შორის უნიკალურად ელიზაბეთი მისი ბიძაშვილი არ იყო, რაც ჰაბსბურგების ტრადიციისგან იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა. მათი ქორწინება მოულოდნელად თბილი აღმოჩნდა და ფილიპემ 1560-იანი წლების შუა პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში საყვარლებზე უარიც გითქვა. ელიზაბეთი გულწრფელად მიეჩვია თავის ქმარს და ფილიპე სიამოვნებით ართობდა მას ტურნირებით. სასახლეში ელიზაბეთ ვალუამ ახლო და თითქოს მარტივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა თავის გერ დონ კარლოსთან, იმავე პრინცთან, ვისთანაც თავდაპირველად უნდა დაქორწინებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ კარლოსის ქცევა სულ უფრო არასტაბილური ხდებოდა, როგორც ჩანს ელიზაბეთთან განსაკუთრებული სიფაქიზით ექცეოდა, ხოლო ელიზაბეთი მას მოთმინებითა და ღირსებით პასუხობდა. თუმცა ელიზაბეთის ცხოვრება სხვა სფეროებშიც პრობლემებით იყო სავსე.
მას რთული მშობიარობის ისტორია ჰქონდა. მათ შორის 1560 წლის ბოლოს, როდესაც 14 წლის იყო, მკვდრადშობაც ჰქონდა. 4 წლის შემდეგ მას ტყუპი ქალიშვილები მოეშალა. 1566 წელს მან გააჩინა იზაბელა კლარა ევგენია და წყვილი ძალიან გაახარა ჯამთელი ქალიშვილის დაბადებამ. შემდეგ მას კიდევ ერთი ჯამთელი შვილი, კატალინა მიქაელა მოჰყვა. შემდეგ 1568 წლის 3 ოქტომბერს ელისაბედმა კიდევ ერთი ქალიშვილი, სახელად ჯოანი, გააჩინა. ტრაგიკულად, როგორც დედა, ისე ახალშობილი ჯოანის დაბადების დღესვე გარდაიცვალნენ, მშობიარობის გართულებების გამო. იმ დროს ელისაბედი მხოლოდ 22 წლის იყო. ელისაბედის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ კატაინა დე მედიჩიმ მწუხარე ფილიპეს თავისი უმცროსი ქალიშვილი მარგარიტა შესთავაზა ცოლად, მაგრამ ფილიპემ ეს შეთავაზება უარყო. ამის ნაცვლად ის კვლავ თავის მიუბრუნდა. ფილიპემ მხოლოდ ცოტა ხნით დააყონა, სანამ მეოთხე და ბოლო ცოლს შეირთავდა. ეს იყო ანა ავსტრიელი. ის დაიბადა 1559 წლის 2 ნოემბერს სიგუელეში, ვალიადოლიდის მახლობლად, ესპანეთში. მისი მამა იყო მომავალი წმინდა რომის იმპერატორი მაქსიმილიან მეორე, ხოლო დედა მარია ავსტრიელი. ანა ბავშვობისლები ესპანეთის კარზე გაატარა, მაგრამ 4 წლის ასაკში ვენაში გადავიდა, სადაც გაიზარდა და განათლება მიიღო. ის იყო მშობლების 16 შვილისგან უფროსი და მამის საყვარელი შვილი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ანა ავსტრიელი ბავშვობიდანვე ძლიერი ქორწინებითი ალიანსისთვის იყო განწირული. ბოლოს გადაწყდა, რომ ის დაქორწინდებოდა თავის ბიძაშვილზე, დონ კარლოსზე, რომელიც, როგორც ვნახეთ, ფილიპეს ერთადერთი ცოცხალი ვაჟი და ესპანეთის ტახტის მემკვიდრე იყო. ისინი არა მხოლოდ ასაკით იყვნენ ახლოს, არამედ პოლიტიკურადაც და პიროვნულადაც კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძაშვილები იყვნენ. მაგრამ 1567 წელს დონ კარლოსმა დაიწყო მძიმე ფსიქოლოგიური არასტაბილურობის აშკარა ნიშნების გამოვლენა. მისი 20-იანი წლების დასაწყისში ის უკვე ცნობილი იყო ძალადობრივი აფეთქებებით, არასტაბილური ქცევით და მზარდი გაუთვალისწინებლობით. შეშფოთებულმა ფილიპემ ის პატიმრობაში მოათავსა. ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ 1568 წლის ივლისში კარლოსი გარდაიცვალა. მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა გამოიწვია ჭორები შიმშილის მოწამვლისა და ესპანეთის კარზე არსებულ უფრო ბნელ საიდუმლოებებზე. ამ დროს ელიზაბეთი ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯამთელი იყო, მაგრამ როგორც ვნახეთ, ის მხოლოდ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ამ ყველაფერმა ფილიპე მეორე სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩააყენა. მას ორივე მემკვიდრეც და ცოლიც დაეკარგა. ამიტომ ფილიპემ შოკის მომგვრელი წინადადება გააკეთა. რადგან ანა ვეღარ დაქორწინდებოდა მის შვილზე, იქნებ მასზე დაქორწინებულიყო. ეს ქორწინება ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ ტრადიციებს, არამედ პაპი პიუს მეხუთის წინააღმდეგობასაც, რომელიც შეძრწუნებული იყო ამ კავშირზე. ანა არა მხოლოდ 23 წლით უმცროსი იყო ფილიპეზე, არამედ მისი დისშვილი იყო. მისი ბაბუა იყო ფერდინანდ პირველი, ფილიპეს ბიძა, ხოლო ანას დედა იყო მარია, ფილიპეს და. ამიტომ ფილიპე ანას მამას მხრიდან ბიძაშვილი იყო, ხოლო დედას მხრიდან ბიძა. ამის მიუხედავად ანას მამამ ქორწინებას დათანხმდა და ასე 20 წლიანი ანა თავის 42 წლის ბიძას ფილიპეს ვენაში ყოფნისას 1570 წლის მაისში წარმომადგენლის მეშვეობით გაჰყვა ცოლად. ანა ესპანეთში 1570 წლის 3 ოქტომბერს ჩავიდა და სასახლეში ცხოვრება გასაოცარი სიმარტივით სწრაფად აითვისა. ხიარული და ნათელი ხასიათით მან ესპანეთის კარის მკაცრი ფორმალობა შეამსუბუქა და მალე ფილიპეს ყველაზე საყვარელი ცოლი გახდა. დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ მეფე მას ნამდვილად ერთგულად ექცეოდა. ყოველ დღეს სტუმრობდა მის ოთახს და ორივე მსგავსი ხასიათის გამო ახლო და თბილი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. მალე ის დაფეხმძიმდა და 1571 წლის დეკემბერში ნანატრი ვაჟი დაიბადა, თუმცა 1578 წელს დიზენტერიით გარდაიცვალა. კიდევ ერთი ვაჟი, შარლო, გარდაიცვალა მეორე დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე, 1565 წელს, სანამ ორი სხვა ვაჟი, დიეგო ფელიქსი და ფილიპე, დაიბადებოდნენ 1565 და 1568 წლებში. დაბოლოს 1580 წელს ანა მათ ერთადერთ ქალიშვილს მარიას შობა მისცა. იმავე წელს პორტუგალიაში დინასტიური კრიზისი წარმოიშვა, რამაც ფილიპეს პორტუგალიის ტახტზე თავისი პრეტენზიის წამოყენების შესაძლებლობა მისცა. როდესაც ესპანეთის ჯარები ტახტის დასაცავად დაიძრნენ, ანა სამეფო კართან ერთად გაემგზავრა, მაგრამ ჩასვლიდან მალევე მძიმედ დაავადდა. 1580 წლის 26 ოქტომბერს ბადახოში ანა გარდაიცვალა თავისი 31 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე. ეხლა როცა ფილიპე 53 წლის იყო, ის ძალაუფლების პიკზე იმყოფებოდა, მაგრამ რა ელოდა მას და იმ იმპერიას, რომელიც ააშენა. მეოთხე ცოლის გარდაცვალების შემდეგ ფილიპემ იგრძნო, რომ მემკვიდრის უზრუნველყოფის ვალი საბოლოოდ შეასრულა. მან გადაწყვიტა აღარ დაქორწინებულიყო და სასახლის ხმაურიანი ცხოვრება ელ ესკორიალის მშვიდ ქვის დარბაზებში გაცვალა.
მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები თითქმის ბერის მსგავსად გაატარა, გიგანტური იმპერიის საბუთებით იყო შეპყრობილი. საკუთარი სამუშაო მაგიდიდან მან ესპანეთის არმადა გაგზავნა და რელიგიური ომები აწარმოა მთელ ევროპაში. მთლიანად მუშაობდა, სანამ ჯანმრთელობა არ გაუარესდა. როგორც ნახეთ, ფილიპეს ერთადერთი გადარჩენილი შვილი იყო მარია მანუელას კარლოსი, რომელიც გაიზარდა ფსიქიკურად არასტაბილური და 1568 წელს გარდაიცვალა. მერიასთან მას შვილები არ ჰყავდა, მაგრამ მისი ბოლო ორი ქორწინებიდან შობილმა შვილებმა გააგრძელეს ოჯახის ხაზი. მისი პირველი გადარჩენილი ქალიშვილი მესამე ქორწინებიდან ელიზაბეთ ვალუასთან იყო იზაბელა კლარა ევგენია. მას სურდა მისი დაქორწინება თავის ბიძაშვილ რუდოლფ ორიზე, ოჯახის ავსტრიული შტოდან. თუმცა ეს ქორწინება არასოდეს შედგა, რადგან ექსცენტრიკული რუდოლფი უცოლო დარჩა. იზაბელა საბოლოოდ ავსტრიელ ბიძაშვილ არქიდუკა ალბერტს გაჰყვა ცოლად. ისინი მართავდნენ ესპანეთის ნიდერლანდებს, რომლის ცენტრი დღევანდელი ბელგია იყო. 1588 წლიდან არქიდუკა ალბერტის გარდაცვალებამდე, 1621 წლამდე. ის იყო ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ფილიპეს ქორწინებებიდან დაბადებულ შვილებს შორის და იცოცხლა 1633 წლამდე. გარდაიცვალა 67 წლის ასაკში, თუმცა მას შვილი არ ჰყოლია. ფილიპეს ამ ქორწინებიდან დარჩენილი კიდევ ერთი ქალიშვილი იყო კატალინა მიქაელა. მან 1585 წელს იქორწინა კარლოს ემანუელ ნერდოდიზე, სავოიის ჰერცოგზე. შემდეგი 12 წლის განმავლობაში ის თითქმის მუდმივად ორსული იყო. მისი თითქმის ყველა შვილი სრულწლოვანებამდე მიაღწია, მაგრამ სამწუხაროდ ის გარდაიცვალა მშობიარობის დროს, 1597 წელს, თავისი მეათე ორსულობისას, 30 წლის ასაკში. როგორც ნახეთ, ფილიპეს ბოლო ქორწინებიდან ანაზე რამდენიმე ვაჟი მშობლებზე ადრე გარდაიცვალა. ეს ტენდენცია მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. დიეგო 1582 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი და ფილიპეს ქალიშვილი მარია მომდევნო წელს დაიღუპა. ეს ნიშნავდა, რომ 4 ქორწინების შემდეგ ფილიპეს ყველა იმედი მყარ მემკვიდრეობაზე მის უმცროს და ერთადერთ გადარჩენილ ვაჟზე, პრინც ფილიპეზე იყო დამყარებული. ერთ-ერთ ქალიშვილს შეეძლო მეფე ფილიპეს მემკვიდრეობა მიეღო, მაგრამ მისი ბებიის დედოფლად გამეფებამ მე-16 საუკუნის დასაწყისში სამეფო კრიზისი გამოიწვია და ეს იყო ის, რისი თავიდანაცილებაც ფილიპეს სურდა. საბედნიეროდ პრინცი ფილიპე გადარჩა. ბოლო წლებში მეფე ფილიპე უბრალოდ ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა ბოლომდე დარჩა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ კაცად. 1588 წლის 13 სექტემბერს ელ ესკორიალის დიდ მონასტრის სასახლეში ესპანეთის ფილიპე მეორე გარდაიცვალა ხანძლივი და მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ, სავარაუდოდ კიბოთი. ის იყო 71 წლის. მას მემკვიდრეობით გადაეცა მისი 20 წლიანი ვაჟი, ფილიპე III, რომელმაც მიიღო უზარმაზარი იმპერია, რომელიც კონტინენტებზე იყო გადაჭიმული, ძალაუფლებით მდიდარი, მაგრამ საშიშად დატვირთული ვალითა და ომით. ის მართავდა 1621 წლამდე, ხოლო მისმა ვაჟმა და შვილიშვილმა ტახტი დაიკავეს 1703 წელი, როგორც მეფე ფილიპე IV და მეფე კარლოს მეორე. მადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ესპანეთის მეფე ფილიპე II's ცოლებზე. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. ეს უფრო გრძელი ვიდეო იყო. მომწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ვიდეოზე და იმ ფორმატზე, სადაც საუბარია მმართველების ცოლებზე, ქალიშვილებზე ან ისტორიის მნიშვნელოვანი პიროვნებების შესახებ. მომწერეთ კომენტარებში თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეო. თუ გაქვთ მეტი შემოთავაზება, ისიც მომწერეთ. იმედია გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ, Forgotten Lives-ის შემდეგ გამოშვებაში შევხვდებით. გმადლობთ.